გამარჯობა, მოგესალმებით. ტვინის გასაღების მე-14 ეპიზოდით დაგიბრუნდით. კარგი საზაცილო და სახალისო ამბებით. მინდა წარმოგიდგინოთ მივესალმოთ ასევე ჩემ თანაწამყვანს თორნიკე ბაღათურიას და ჩვენ სპონსორს მინერალს, რომელიც არაჩვეულებრივ წყალს აი ამ არაჩვეულებრივ ჭიქებში ასხავს და შეგეძლია დააგემოვნოთ უგემრიელესი წყალია, რომელიც რეკომენდირებულია მიირთვათ ცივი. გამარჯობა თორნიკე. გამარჯობა სამბატო. რავი, დღევანდელი გადაცემაც მგონია რომ სასაცილოა სატირალი რო არ იყოს, აი ეგ კომედია, ხო? და მინდა რომ აი რა არის ეხლა დღევანდელ მოვლენებს რო უყურებ, აი რა ხდება რაღაცა ქვეყანა, ანუ შეიძლება სოფლიოში ამ ხელა რაღაცები ხდება და ის იმან და ეს იმან ის მას აი მართლა რამ ხელა პროცესებია და აქ ჩვენთან არის რავი, ანუ სკროლავ რაღაცებს უყურებ და ხდება ვიდეო აქციაზე გამოდის პატა ბურჭულაძე და სახალხოდ ფიცდებს იმენა ფიცულობს რომ აი ესე გმირები და რაღაცა ერთუთი რა ეს კაცი ხა ეს ფარისებელი კაცი რა მეტი რა დავარქვა არ ვიცი მაგრამ ადამიანი ხო ცხოვრობთ ხა და აი ამ დროში რომ წითელი არის და მე რომ უცებ რომ სხვა აი პროსტა მცხვენია ესეთი გარდაქმნა როგორ შეიძლება ან როგორ არავინ არ აკეთებს ასე აი თქვას რომ აი ადრე მე კი ასე ვფიქრობდი მაგრამ აი აღარ ხო უნდა თქვა მოდი ახლა ვიდეოს ჩავთვალე ეს და მოდი თქვენ განსაჯეთ ეს რა არის ვაფშე რა საქციელია დღეს 9 აპრილს უკან ტელეფონები გაგიშეთ უკან რუსთაველის გამზირზე სადაც 36 წლის წინ ჩვენი გმირები საქართველოს თავისუფლებისთვის მათი წამებული სულების წინაშე ვინ უდგას უკან ვინ უდგას სადაც ხო მესამე სოფლიო ომერო დავიცავთ მათ მონაპოვარს საქართველოს დამოუკიდებლობას აი ხო აი ამ შვება давай То, что я грузин, и я к моим целям идущий грузин, я представляю всегда школу, русскую школу за границей, и это для меня большая честь, когда меня называют русским басом, потому что действительно я представляю русскую басовую школу. Тигариха. მე პასპორტზე ცოტა თავშევი კავი, მაგრამ ერთ ვიტყვი რომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ამ ადამიანს შეეძლო რაღაცა სხვა გზითეულო და ძალიან შემცდარია პოლიტიკურად, საერთოდ რატო არის ამ ხალხთან გაოცებული ვარ. წარმოიდგინე ხა ეგ მომენტი ხო გაქვს რომ წუხდები რა ადამიანური მომენტია რომ გიტყდება რა ხა ვიღაცა გამოზე საქართველოს სახელით და ხალხის სახელით ამოძრავებს ამ ხალხს და ამას აკეთებს და შეხედებს ამას ახლა აი წინზისა კაცი და აი ქედის მოხრებით და я русский артист და კაი რა ძმაო ხა თუ ან გადაწყდი ის ხარ თუ ეს ხარ თუ იქით თუ ის იქნები ის თუ არ მოსულა ეგეთი რაღაცები ძალიან მაგრად ეხავს რა და მინდა რომ ერთი ვიდეო ამ ყველაფერს მოვაყოლო. აი როცა მე ეძახიან რომ რუსები ხართო წინთ და ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური რუსული მეთოდები. Meanwhile, რავი ეხა ძმაო ნაზი არსება რა დღეში არის კავშირი ანუ თრები როცა ქონდა ხოძე რავი ანუ რამ შეგწოლა ძმაო იგივე ტიპი ხარ იგივე რავი და რავი მე ერთი ეგ აღარ გაქვს დანარჩენი რავი და რატო ესე რავი თუ ბულინგის ეშინია ხალხს ძალიან კომფორტულ ზონაში არიან მიხვდი მან იციან რომ არავის არ დააბულინგებს მაქსიმუმ ჩვენ თუ რაღაცა ხდები არ კომფორტულ ხო რომ იცის რომ ეგ და всё რა მოხმარებული აქვს მაგრამ ეს ხალხი მონას არავინ არ დაუძახებს ხო მაგრამ ბიჭო ერთი გავიგე მაგრამ ნახე ეს ხალხი გავიგე რომ ეგენი არ დაუძახებენ მონას და არ დააბულინგებს და ამით გადაჭრა შვიდად ცხოვრობს რა კაი მაგრამ
აქეთ ადამიანები ვინც ვარ ჩვენთვის ცოტა უთამოყარეობა რო არის და ცოტა მაგრამ ჩვენ მონას და შეურაცხყოფას არ მივაყენებთ. მეხუთე მაქსიმუმ რაღაცა ესე თუ ვილაპარაკებ და რაც უნდა უკვე ქუჩაში რო შეგხვდეთ, მეხუთე არაფერი ისინი აქეთ რო იყოს ეს სერიოზული ბულინგის ქვეშ იქნება და ამაზე სიუჟეტებს გააკეთებენ და მონა და მოღალატე და სადაც მარტო ხორჩება ადამიანი. ეგ მარტო რო რჩება იქ აი ეგ ეს მომისნია ხოქმე აი მაგას ვიძახი რა ხო მოქმედებ. და ნუ ხო ეხლა მიხვალ მე სახში მარტო დარჩები და იქ კიდე გადაწყვეტილებას მიიღებ რაღაცებს ინანებ ძალიან მაგრამ გაგიწევ მაგრამ მეორე დღეს იგივე ხოდით ხართ? ხო ანუ ეს ისე ფიქრობს რომ ეხლა რო საით წავიდე, იმას კი არ ფიქრობ თვითონ რას ფიქრობს, ანუ და ის მაგას მიყვება რა. ეს მიყვება იმას რომ კომფორტულად უფრო სად იქნება. ანუ უფრო მეც ვინ გადაუხდი შეიძლება არ ვიცი, მაგრამ ხო მოხდა ეგ მომენტია რა, იქ უფრო კომფორტული არის, იქ ყოფნა რა, ის ძალიან კომფორტის ზონა არის იქ. ეგ მარტო სხვა ახსნა მანდ არ აქვს, რომ იქ შვიდად გზნობენ თავს. რა ვიცი, სიმშვიდე თუ არის მარტო ყველაფრის ის მედიცინა. აი ხა მოდი ჩვენი ერთ-ერთი გმირი უნდა მოგასმენინო რა. ლაშა კი არა და ბუღაძე, არ ვიცი რა დამავიწყა რა ქვია, მაგრამ ბუღაძე. გია ბუღაძე თუ რაღაცა. რაღაცა ხო, რა შემობა ყველა. თვალი ფიქრობს, თვალი აზროვნებს. აი აქ ესაა ჩადებული, ნახეთ, ის ქვა, გახსოვთ იმ ქვის ისტორია, რომელიც იგდებს. ეს ის ქვის ქვარი, რომელიც თავის დროზე სწორედ ზვიადმა დადო მან. ნიშნად იმის, რომ აქ 9 აპრილის მომეორიალი დაიდგმებოდა. დიახ, ზვიად გამსახურდიამ დადო. გავიდა წლები. და მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ზვიადის იდეის გამგზელებელი. დიახ, აი სწორედ იმ ძირითადი იდეის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეის გამგზელებელი და გამოცხადა კონკურსი, რომ აქ უნდა გაკეთებულიყო მემორიალი. ამას ვინმე მუთხარით, რომ ის რა ქვია. ეს თვითონ ამას ვინმე მუთხარით, რომ ის დაჭერილია და ანუ სოას დაამთავრე. არა, ეს თვითონ არის პუჩისტი, ეს ერთი. რაუფლები დახსენებს ზვიადის. პირველი წინა ფლანგზე იყო ზვიადის რო ებრძოდა. მერე მეორე. სააკაშვილი არისო ზვიადის გამგზელებელიო, ნუ ესე მორიგი აბსურდი წარმოიდგინე, სააკაშვილი 1992 წელს სამოქალაქეთა კავშირის წევრიც არისო, არის გაზეთი პოლონურ გამოცემასთან როსტია ესეთი გამოცემა, იქ ინტერვიუში კავკასიელ ჰუსეინს ეძახის ზვიადს. გამსახურდიამ დაიწყო როგორც დისიდენტმა და დაასრულა როგორც ტირანმა. ის სადამ ჰუსეინს გავს. მე მეგონა წარმოიდგინე ბიჭო, აი როგორი აი არასწორები არიან ყველაფერში და როგორი მატყუარე. აი ხარ წინა ვიდეო რაც ჩართე. ესე უბრალოდ აი ძალიან ნაგლად გვატყუებენ რა. ვის ატყუებენ, ვერავის ვერ ატყუებენ, ვაფშე ყველაფერი ვიცით, აგერ არქივი, აგერ ვიდეოები, ყველამ ყველაფერი ის და ვისაც დანახვა უნდა დაინახოს. აი წინა გადაცემაში რასაც ვლაპარაკობდით, თავის ხალხს ატყუებენ, რომ სულ ფორმაში იყვნენ ესენი, თავის ხალხს ატყუებენ ყოველ და ეგ არის მთავარი მიზანი, იმათ ჩვენ არ გველაპარაკებენ. ხო, რა ის თავის ხალხიო, რომ იძახი ვერ ხედავენ ამ ვიდეოს? არა, ისინი ჰიპნოში არიან. პირდაპირ გაგები ეს არ არის, მართლა პირდაპირ გაგებით ისინი ჰიპნოში არიან. უბრალოდ არ არსებობს სხვა ინფორმაცია იმაში არ შედის. აი ეს რო ანახო ეხა რო წააკითხებ. ნუ არ არის რა. მაგრამ გეტყვი შეიძლება რაღაცა გითხრას რომ ხო მართალი ხარ, მაგრამ რაღაც სისულელე რა. ანუ აი ძალიან ნაკლები არიან ესე რო ვთქვათ რა. წარმოიდგინე ბიჭო, ადამიანი ზვიადის გამგზელებელი არისო, რომელიც ჰუსეინს ეძახის ზვიადის. თვითონ პუჩისტი იყო. ზვიადის დროს. წარმოიდგინე. ზვიადის პერი იყო. და ეხლა ზვიადიზე ლაპარაკობს თითქოს თანამოაზრეები იყვნენ. ნუ მარაზმია რა ეს ყველაფერი უბრალოდ რა. მენან თვალებში ნაცრის შეყრა არის. წარმოიდგინე ეხლა კიდე რა რაზე მეშლება მე ნერვები 9 აპრილს face control-ი ქონდათ დაყენებული იქ, ვიღაც წრეხო შემოარტყეს. და რაღაცა კითხვებს უსვამდნენ და ვიღაც დამაკმაყოფილ პასუხს თუ ვიღაც არ გაცემდა არ უშვებდნენ მემორიალთან. წარმოიდგინე იქ იყო მისული ადამიანი, რომელიც 9 აპრილის დროს 14 წლის იყო, დედა გარდაიცვალა, ერთ-ერთი გარდაცვლილი 9 აპრილს გარდაიცვალა, იქიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი დედამისი იყო, თვითონაც ძლივს გადარჩა, მოწამლა, ანუ იწამა ეს ბავშვი რა, ეხლა უკვე კაცი არის. და წარმოიდგინე, ეს მივიდა იქ და ამას კითხვა დაუსვეს, ვინ დაუწყო ომიო. და ნუ არ გაცა ამ პასუხი და მიშვითო რა და არ მიუშვეს ბიჭო 9 აპრილის მემორიალს, რომელიც დედამისია გარდაცვლილი, მე ხვდი და არ შეუშვეს, არ მიუშვეს კაცი და რაღაცა ტიტები, ხუთლარიანი ტიტებით გინდა ეს რა ქვია. ამით გინდა მოიხადო ვალიო ხუთლარიანი ტიტებით, ესე რა ქვია, რაღაცა დამცირებულად ესე ელაპარაკებოდნენ. კიდე ქალი
დღესაც გვარდიის წევრია, მისი შვილიც გვარდიაშია, ისიც გოგო, რომელიც დღესაც გვარდიის წევრია, აფხაზეთის ომის ვეტერანი არის. რომელიც 2002 წლიდან უკრაინის ომს იქიდან აშუქებდა უკრაინიდან. გმირი ხალი რა, იმენა ვაშკაცი ხალი. და ისიც არ მიუშვეს 9 აპრილის მემორიალთან. მერე გამოვიდნენ და იძახიან, რომ დღეს ივანიშვილის პარტიამ ვერ გაბედა 9 აპრილს მემორიალთან მისვლა. რა შუაშია ივანიშვილის პარტიასთან ეს? ხო და მაგას ბიჭო, მაგას გეუბნები წარმოიდგინე, როგორი გაბლატავებულები არიან. ესენი უნდა დასრულდნენ უკვე ყელშია რა, აი ხო წალს რო აავსებ იმაში რა ქვია, ბოთში და რო გადმოვიდა უკვე რა, რა უკვე ვიხჩობით უკვე ამათი უსინდისობით და უნამუსობით. აღარ შეიძლება ამის გაგდა ეს კომისია რისთვისაც არის შექმნილი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ისე მოხდება, რომ აი ეს ნახირი პოლიტიკური გაქრება ვაშე, პოლიტიკური ვაშე, ამათ ლაპარაკის უფლება არ უნდა მიცე. სახში ლაპარაკო და ქუჩაში რაც უნდა იქნება, მაგრამ ტელე სივრცეში და ზოგადად ესენი ვაშე აღარ უნდა არსებობდნენ. აღარ შეიძლება ამათი მოთმენა. წარმოიდგინე ხა გამარჯვებულება თვლიან თავს. რაში? ეს აი რაში და რო იგი წეროში face control-ი რო დააყენეს და რო არ უშვებდნენ ბიჭებს, ადამიანებს, უბრალოდ 9 აპრილის მემორიალთან. მე მან ჩვენც გვინდოდნენ, ჩვენც ხო ხდები აი რატო უნდა ხო ხდები აი რა კონფრონტაციაში რატო უნდა შევიდეთ, ხო მაქსიმალურად შენ წარმოიდგინე ესეთი სურათი, მან დრო ხე ჭიდაობა ამწყდარი იყო და არ იქა და მიმიშვიდა, გამატარე და ვერ მიგვიშებდა იქ პოლიცია და სპეცნაზი და გაბანძდებოდა მთელი სიტუაცია. და სალაპარაკო გახდებოდა ის რომ აი 9 აპრილს აი როგორც იმათმა ბიჭო ხო და მაგით ვიზახი რომ ყელში არის ოკუპანტი, რუსეთი არის ჩვენი მეტერი. ჯერჯერობით აი ამ პოზიციაზე, რაზეც ეხა ჩვენ ვართ, მაქედან გამომდინარე გეუბნებით, რომ ეს ორ ბოდიში და ამას დავადოთ ის ბანი რა არ მოსულა. ანუ ან იქით ხარ, ან აქეთ ხარ რა. ან იქით აქ შენი ქვეყნისკენ იყავი და მორჩა რუსეთი მტერია, მაგრამ მტერს უნდა ველაპარაკოთ, რომ რაღაცა ურთიერთობები დავალაგო და ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ. სხვანაირად ხო, გამორიცხულია ჩვენი ტერიტორია. რა პრიორიტეტები გვაქვს, ის უნდა დავსახოთ. პირველი რა არის ჩვენთვის? აქ ჩემთვის ახლა არის პრიორიტეტი აფხაზეთი და სამაჩაბლოს დაბრუნება. იმის იქით ჩემთვის მიასახარისხოვანია ევროკავშირის და ყველაფერი. მეხუთი? პრიორიტეტი არის ეს ჩემთვის და დარწმუნებული ვარ შენთვისაც და დიდი უმრავლესობა ქვეყნის ახლა რეფერენდუმი რო ჩაატარო პრიორიტეტი არის შენთვის ვიღაცა რო და კითხები რო იყოს იქ ევროკავშირი თუ ტერიტორიის დაბრუნება დარწმუნებული 80% ქართველების იტყვის რომ ტერიტორიული მთლიანობა. კი ბატონო. ხო და ეხლა მტერს თუ არ ელაპარაკე ისე როგორ აპირებ, ხო? ტერიტორიების და ეს კომპლექსებიდან უნდა გამოვიდეთ, რომ რაღაცა რუსეთი გასაგებია. თურქეთის ჩვენი მტერი იყო, მაგრამ კაი ურთიერთობა გვაქვს. ხო, კაი არის. ირანის ჩვენი მტერი იყო, კაი ურთიერთობა გვაქვს, ხო? ანუ რუსეთის კიდე ერთი დიდი მეზობელია, იმასთანაც კაი ურთიერთობა უნდა დავალაგოთ იმ შემთხვევაში თუ ტერიტორიას დაგვიბრუნებენ. კი ბატონო, კაი, ეს გასაგებია, მაგრამ სხვადასხვა ვიდახი. ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ 9 აპრილის ღამეს რუსეს ჯარი შემოვიდა და გადათელა ხალხი და ახალგაზრდობა დაიღუპა და ჩვენთვის ტრაგედიაა. და ეს გააკეთა ჩვენი მშობლების თაობა იდგა იქ. კი, ეს გააკეთა რუსის ჯარმა და ამაზე ყველა ქართველი თანხმდებით. ვინც რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, დარწმუნებულიო რომ ეგეთი შტერი არავინ არ არის, რომ რაც ყველასთვის რომ ანუ ეს ჭიქა და ესეა იქ ხა დაიწყოს ესეთი განცხადების გაკეთება, რომ სალაპარაკო მიეცეს ვიღაცას, მაგრამ უბრალოდ დედაჩემ 5 თვის ორსულად იყო ჩემზე. ყველა მაგას ვთვლით, ყველასთვის ტრაგედიაა. რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ექსაქციელი რასაც აკეთებთ, არაფერ ქართულში არ ჯდება საერთოდ. ანუ არ შეიძლება ადამიანს არ იცნობდე, არ იცოდე ვინ არის, რა არის და მოდის თავის გასაჭირი აქვს და რავი, ანუ შენ რაღაც კითხავს. რა face control-ს მიყენებს 9 აპრილს, შენ ხო არ გაჟრია, სვეტში ანუ მიხვდი ანუ ვაფშე ვერ გავიგე. ეს საწერია, ანუ ეს როგორ უნდა აი ეს არ უნდა გავაბედინოთ ამათ რა. მოდი ხა განახებ, წარმოიდგინე ну აი ეს არ ვიცი რა ეხა ქვეყნის პრეზიდენტი ვინ ყავდა უბრალოდ წარმოიდგინე ქართველებს როგორ მოგვიხსენიებს ეს არასწორი ეს გარეწარი ტიპი მე ნახე Грузия, когда я приехал, Грузия это была такая карикатурная страна, где люди ходили типа гоги, там, с усами, с аэродромом, умели танцевать, плясать, тосты произносить и больше ничего не умели, побольше. Პირველყოფილი ტიპები იყვნენ რა.
ეს მამა ბიჭო არ არის ეს წამენი რამდენი ესეთი რაღაც აქ ნალაპარაკები ეხლა სადაც საზიღარი ეთერში არ არის და ცალკე იყო ირამე წრეში რააცია უკრაინის რაღაცა უკრაინის რა ხდება რა ყალბი საზიღარი მე როგორ შეიძლება ესეთი ტიპი ყავდა პრეზიდენტად ესეთი და ეხლა წარმოიდგინე განახებ ფრანგი რეჟისორი რას ლაპარაკობს ქართველებზე და ეს ღორი ბიჭო რას იძახდა და ეხლა ნახე Bakou, Erivan, Tbilissi, Leningrad et Moscou. Moi, ce qui m'a absolument enchanté, c'était Tbilissi. Les Géorgiens sont des gens merveilleux. La notion d'argent n'existe pas. Un choc que j'attendais depuis 20 ans, je crois, rencontrer des gens qui ჩვენ მატერიალისტები რო ვართ, ფული რო კიდე ჩვენ სხვა ერი ვარ. სულიერი რო ვართ, ეგ მიხვდა ტიპმა ფრანგმა. Ils ont des ღორი რა სიძახ. traditions extrêmement vivantes, enfin, qu'ils assimilent, enfin. Et puis, c'est ainsi. Par exemple, en Géorgie, il y a un monsieur dont j'ai oublié le nom. Enfin, à chaque table, il y a je crois qu'on appelle le tamada, comme ça. Et ce gars fait des discours toutes les 10 minutes. Il se lève, on ne boit qu'avec lui. On ne peut boire qu'avec lui, on ne peut pas boire isolément. Et il fait un discours, et alors il parle du rapport qu'il y a entre le corps d'une femme et la couleur d'une montagne quand le soleil se couche, n'est-ce pas? Et il en parle d'une manière absolument incompréhensible à première vue, et on s'aperçoit que ce monsieur, n'est pas Tamada qui veut, mais enfin il y en a des tas, que ce monsieur en réalité improvise une espèce de poésie en fonction du jour, de la lumière, de la tête des gens qui sont là, de la conversation courante, et c'est absolument fantastique. Vous assistez à une espèce de roman poétique qui se développe pendant des repas qui durent 3 ou 4 heures, autour du vin géorgien, des fruits, des tas de choses, et ce monsieur se relève toutes les 10 minutes, et tout le monde écoute, et c'est beau, c'est très beau. Il y a une espèce de cure de poésie. Enfin, ils font des rapprochements extraordinaires. Ça tourne beaucoup autour de la femme, surtout en Géorgie, et ils collent à cette femme des éléments de, c'est l'eau de leur fleuve, et ce fleuve qui était méchant en telle année, c'était comme la femme qui, lorsqu'on la quitte, c'est extrêmement, c'est ahurissant, et puis ça n'est pas un mythe, ils vivent un peu comme ça. C'est ça que je veux dire, ils arrivent à faire avoir un point d'équilibre entre une espèce de poésie et la réalité du système soviétique, enfin, qui est tout de même une chose bien réelle, enfin bien vraie. Ils ne travaillent pas beaucoup, par exemple. Ils travaillent beaucoup moins qu'ici. Ils ont beaucoup plus de temps. Ils voient passer leur vie, eux, par exemple. Ils sont d'admirables spectateurs. Ils sont d'ailleurs d'admirables spectateurs au spectacle aussi. Il y a une disponibilité que moi je n'avais jamais rencontrée, en tout cas sur un plan public de spectacle. Je parle de mon métier là. Et dans la vie, d'ailleurs l'un colle toujours avec l'autre. Quand des gens sont disponibles dans une salle, c'est qu'ils sont disponibles dans la vie. On ne change pas de caractère en posant un manteau au vestiaire. J'étais assez charmé, assez séduit. წარმოიდგინე რა, აი ადამიანი ჩამოვიდა, ჯერ ხო დაასახელა იქ ვიყავიო და ეგრევე გამოყო. საქართველოს თბილისი ეგრევე გამოყო. ანუ ამის თქმა უნდა, მიხდი ეგრევე ეს გამოყო და თქვა პირდაპირ. არა, მართლა ეგრე არა, ყველაზე ანუ რავი, მართლა ვიღაცა მოკეთე ყველაზე მაგნები ქართველები ეგ დაღუპა აი ხალხი ძალიან მაშინეს ეგ ყველაზე აპასნები ეგენი არის. არავინ არ არის ამ ჩემთვის და კარგად იყო. ყველაზე აპასნები ეგენი არის. ხარ გადავიდეთ. აუ ძალიან სამარცხინოები არის. სკროლინგის დროს ვიდეო თავ და მგონია თავიდანვე ინგლისურად რო ლაპარაკობს, ხვდები რომ ქართველია. ხვდები? ავიცი ვიზეს იძახი. Documented or undocumented, you are not alone, guys. We are here to support you, and Trump is not entire America. America is a democracy, freedom of speech, and freedom for human rights. Down we dictate. Down we dictate. არიქნება სისნამი, არიქნება სამართალი. This is what democracy looks like. Tell me what democracy looks like. This is what democracy looks like. Tell me what democracy looks like. This is what.
ერთნაირები რო არიან. როგორ გვანან ერთმანეთს? თავს გამიცებ. როგორ ხდება ამერიკულ აქციაზე? თავიდან მეგონა რომ ქართულად ლაპარაკობდა და მაგიტო თურმე ინგლისურად ლაპარაკობდა. კაცი ავიდეოს რო უყურებ, აი აშკარად ეთყობა რომ ეს ამერიკული აქცია რო არის და აი ზოგს ბაკები მოსდილი და ზოგს რაღაც 9 საყურე იმაში და ზოგი ვაფშე სხვანაირი ადამიანი და ეს რაღაც აი ქართულად არის მისული აქციაზე, აი დაუნვიდიქტეიტე და უკან ნათელაშვილი უნდა უმაგრებდეს მხარს იმითი. სამარცხინოები. Roses are wilting. ცისნამის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აგიხსნი ხა მე შენ. ცისნამიმ არ იცის რომ არ იცის და სწორედ იმიტომ მგონია რომ ყველაფერი იცის. აი წარმოიდგინეთ წვინი რა უფსკრულშია მაგ დროს რა ხო ხდები? აი იმას აქ დარვინს აქ ნათქვამი უმეცრება უფრო ხშირად წარმოშობს თავდაჯერებულობას ვიდრე განათლებულობაო. ეგრე არის რა მართლა ან წარმოიდგინე ადამიანს რო ელაპარაკები აი მე ბევრი ადამიანი შემხვედრია, ვინც გეუბნება რომ პოლიტიკით არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ პოლიტიკაზე გეკამათება. ეს როგორი რაღაცა იცი რომ აი ვიღაცა ფეხბურთელს წვრთნელთან მიხვიდე და ჭკუა დაარიგო არაპროფესიონალმა რა. აი და ეს პოლიტიკა რაღაცა ყველას გონია რომ ყველა მიცის და აი ცისნამი ზუსტად მაგ კლასტერის წარმომადგენელი. ამას გონია რომ ყველაფერი იცის, ამას გონია რომ ეხა იქ მაგარ საქმეს აკეთებს ტრამპი და მასკი უნდა გადააყენოს. თავდაჯერებულობა არავის არ აკლია ისე. ხო, მაგას გეუბნები და ეგ არის აი სტორის სიტყვები აქვს რა დარვინის ნათქვამი რომ ეგ არის აი რაც უფრო ჩახედული ხარ თემაში მით უფრო აანალიზებ ანუ რა არიცი იმ თემის გარშემო რა. შენ თუ საერთოდ არ ხარ ზოგადად ნებისმიერ თემაზე ჩახე გონია რომ გონიათ რომ ანუ გამონათლებელ ადამიანს გონია რომ ყველაფერი ყველა თემაზე დაგელაპარაკება და ყველა თემაზე ანუ შეგეწინააღმდეგება აზეც რო არ არის რა. ხა მოდი ცისნამის იმენა დაქალს შაგირთავ აი ერთი ზუსტად აი ესენი როგორ გაუგებენ და დაქალაგებინით ერთმანეთთან. Yeah, this is him. He's gay. I called him my dad and I said, hey, guess what? Your grandson? Gay. Gay, gay, gay. წარმოიდგინე ბავშვი ისე დააზეპირებინო 2 თვის ბავშვი I'm gay-ო ბავშვი იძახის და მივედიო მამა ჩემთანო და ვუთხარიო რომ შენი შვილი გეიო ალბათ ის კაცი შეიძლება დაიბრიდა ან რა. ეს წარმოიდგინე ბიჭო აი ეს არის ცისნამის დაქალი ეს ერთი კლასტერები არიან ესენი რა ანუ ტვინით ერთი როჟები არიან. მივედიო და ანუ ეგ რა არის პროვოკაცია მოხდი რომ აი იმის რეაქცია რა იქნებოდა თუ იმის რეაქცია იქნებოდა ანუ ვა რა მაგარია შენ გაიგონდი სო რა ჩაეყრებოდა და 2 თვის ბავშვი ჯერ რა იცის რომ 2 თვის ის კნუტი რო არის კატა კაცია თუ ხალი იმას რა ქვია ბერგებულობ ხო ეგრე არის კატას ეგრეა კი რაღაც ის პონტია რომ სანამ რაღაც არ გეძებ ვერ ხვდები რა ქალია თუ კაცი ამან 2 თვის ბავშვი რა იცის რომ გეი არის აი საიდან იცის უდებს მაგ ხო და მაგას ეს ხო ბოროტება არის ბიჭო ეს ხო ბოროტებაა ბოროტება კი არა ეს არის იმენა აი რავი იმენა არ ვიცი რა მას რა ქვია არ ვიცი ეს არის რა შვილსო მაგას უკეთებ რა კაი რა ნედაცემული ხალხია მართლა აი არ თქობდეთ ჩემი აზრით მაგათ არა პროსტა ილუსტრაცია ამ საზოგადოების ერთნაირები რო არის გამახსენდა რა ის ბოროტი ხალი ჩვენ თავიდან აცილებას რომ ლამობს აი უსულა ხო ეს რას კადრობს ეს ხალი საზიზღარი ჩაგირთავ ხა урсула რას იძახის просто ნახე Комиссия Урсула фон дер Ляйен рассказала о геополитическом и экономическом значении Транскаспийского международного транспортного коридора на саммите ЕС Центральная Азия. Урсула фон дер Ляйен заявила, что этот коридор сыграет важную роль в укреплении отношений между Европой и 5 странами Центральной Азии. Во все более фрагментированном мире Транскаспийский транспортный коридор укрепит связи между вашими странами, 5 государствами Центральной Азии и Европой. Но инфраструктура — это еще не все, отметила Урсула фон дер Ляйен. Она также подчеркнула важность упрощения пересечения границ между странами региона для эффективности этого коридора. Пограничные переходы как со странами Центральной Азии, так и со странами Южного Кавказа важны для выхода к Черному морю. Председатель Еврокомиссии также затронула вопрос открытия армяно-турецкой границы. По ее словам, открытие границ Армении с Турцией и Азербайджаном спустя 30 лет может кардинально изменить ситуацию. Это сблизит Европу и Центральную Азию как никогда. აი ეს გარეწარი კველის წიწილი და ამისკენ რო არიან ბიჭო წარმოიდგინე ამ საზღარისკენ რო არიან ეხლა რუკა არა გვაქვს საშუალება რომ გვაჩვენ მაგრამ მეგობრებო უბრალოდ დახედეთ სოფლიო რუკას და ძალიან მარტივად მიხვდებით რომ ერთადერთი შუა დერეფანი რა არის ეხლა რუსეთის საზღვარი რაც ჩაიკეტა ვაჭრობა ერთადერთი ყველაზე სწრაფი გზა არის
აზერბაიჯანის გავლით, საქართველოთი, თურქეთით, ანუ ევროპის და აზიის დამაკავშირებელი, ანუ შუა დერეფანი მაგას ქვია, რომ ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნები ვართ ჩვენ. ამ გარეწარს არის კიდე ერთი ალტერნატივა არის, რომელიც მაგალითად ჩვენ აუჩი ვართ და სომხეთის ანუ აზერბაიჯანის სომხეთის გავლით, თურქეთით ევროპაში წავიდეს, ანუ იაროს ტვირთებმა ჩვენი გამოკლებით, მაგრამ ეს არ მოხდება. რა კაცია ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რა კაცია რომ ჯიგარი რომ ანუ მართლაც აქ რავინ არ არის რა და ვინც ამის საზიზღარი გათახსირებული ხალისკენ ხართ კიდე აი გული მერევა თქვენზე არც ჩევას მოგცემთ არც დაგარიგებთ იმენა გული მერევა თქვენზე აი განახერხეთ აი ალიევი ჩავთო ჩვენი მტერი ხალი ჩვენი მტერი და წარმოიდგინე ამ ხალის ფანები არიან ჩვენები ხო სად არიან ბიჭო ტიპები წარმოიდგინე ხო რა გონია თუ ეგ რომ მოხდეს ეხა ეს რასაც აკეთებს ამათ ბაითებთან გაატარებენ ტვირს და სხვაგან. აი ეს ვიდეო ჩავერთოთ, აი კიბერუადის, აი მაგ მდგომარეობაში ქვამყოფებს ურსულა. და ეგ ევროპის ბიუროკრატია. ზუსტად, აი ზუსტად ვიდეო. აი ეს ვიდეო. ზუსტად მაგ პავაძინიაში ზუსტად მაგ მდგომარეობაში ყოფილი ხვდებიან. მერე ჰიპნოში არიან დაიმახსოვრე. ამას ხვდებიან რომ ეს პროცესი მოდი და შენ მიდიხარ ანუ არ ვერადიხარ რომ ჰიპნოში ამყოფებენ ამ ხალხს. ჰიპნოში ხო იცი რა ადამიანს ესე იგი მართავ რასაც გინდა იმას გაკეთებინე. ხო გავიგე და ეხა რეალურად მაუგლის რომ გველი უკეთეს ჰიპნოს ხო იცი ზუსტად ერთ-ერთი მაგ მდგომარეობაშია ხალხი რა. შო მიდი ეხა უთხარი მაგას რა. ეს მართლა უქროს კაცის შაურთოთ იმიტომ რომ რავი Ursula von der Leyen საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნაზე, შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რასაც ისინი ევროპის გლობალურ კარიბჭეს უწოდებენ. ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი მასში არავითარ როლს არ თამაშობს. სწორია რა. სომხეთი ჩვენი ძმები არიან, მაგრამ ნუ ეს პროექტია. და ჩვენ საქართველოსა და აზერბაიჯანში უკვე უზრუნველყავით ყველა ეს შესაძლებლობა, რომელიც დღეს ევროპელებს ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში ეხმარება. საქართველოს საზღვაო პორტები ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტი ალათში, კასპიის ზღვაოსნობა, რომელიც ტრანსპორტის შემადგენელი ნაწილია. ყველაფერი ეს იგნორირებულია. ჩვენს მიერ ინვესტირებული ფული იგნორირებულია. ხოლო თურქეთსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების გახსნაზეა საუბარი. რა უნდა ქნას ევროპამ? ეს მათი საქმე არაა. თურქეთსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ევროპისგან შორს არის. არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოზე, თითქოს საქართველო არ არსებობს. ეს უსამართლოა. აჰა, ჯიგარი. აი ესეთი ხალხი რო ჩვენ გვერდში დგას და ჩვენსკენ რო არის და რავი. აი იგივე ფრანგი რეჟისორი რა ლაპარაკობს ქართველებზე და ის ორი გახდი და როგორ პაპუასები იყვნენ ქართველების თანა მე არ ჩავედი საქართველოში პაპუასები იყვნენო რა. რავი, იმენ საგიჟეთი ხდება სოფლიოში და იმის მაგიოთ რომ რავი საქართველოსკენ იყოს ხალხი და რავი ამდენი რავი მართლა რას ვიძახი ცი ეს ხო მოგონილი არა და იმას არ ვიძახი რადგან ჩვენ ვარ და ჩვენს გვენი ყოთა ქართველი რო ხარ ისკენ უნდა იყო ვერ ხვდები რა შენი სამშობლო თუ არ გიყვარს და სხვა შენზე მეტად და იმას გონია რომ თავის სამშობლოსკენ არის სასარგებლო იდიოტია რა სასარგებლო იდიოტი შეურაცხყოფა არ არის ეს არის ტერმინი ესეთი რომ შენი გულანთებულობით და ხო სარგებლობს ბოროტი ძალები რა შენით შენ გულწრფელი ხარ შეიძლება მართლაც მაგას შეიძლება ჩვენზე მეტად ნუეჭვე მაგრამ შეიძლება ვიღაცა ჩვენზე მეტად უყარდეს იქ ქვეყანა და გონია რომ უბრალოდ სწორ გზაზეა და სწორ რაღაცას აკეთებს მიხვდი ამას გონიას დონეზე და მაგით სასარგებლო იდიოტი მე ამის ემოციებს იყენებენ ბოროტულად მაგას ქვია სასარგებლო იდიოტი ეგრეალობა და მადლობა ღმერთს თული პერიოდი გადავაგორეთ რა მაგრამ ჯერ მაინც გრძელდება რა ეს პროცესი და მედია ყველაფერი კარგად იქნება და მოდი ამ კარგ ნოტაზე დავასრულოთ რომ მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენ ქვეყანას და ძალიან მაგარიერი ვართ კიდე ერთხელ რა მადლობა ჩვენ მაყურებელს მადლობა ჩვენ სპონსორს მინერალს კიდე ერთხელ გვერდში დავამისთვის კინამდვილად და მხარდაჭერისთვის მართლაც უგემრიელესი წყალია და რომელიც უნდა მიირთვა ცივი გამოგვიწერეთ მეგობრებო თითოეული გამომწერი მართლა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მოტივაცია ხო სამოტივაციო და
რავი, დიდი მადლობა ყველა ჩვენი ყურებისთვის, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის და ჩვენ დაგიბრუნდებით შემდეგი ეპიზოდით ძალიან მალე, ძალიან საინტერესო გადაცემით და ასევე როგორც წინა გადაცემაში ვთქვით, ახალი გადაცემაც გამოვა, სადაც სტუმრად ვართ. კი, შემდეგ კვირას იქნება. შემდეგ პოდკასტში და ამასაც იხილავს ჩვენი მაყურებელი. შემდეგ გადაცემა უკვე აღდგომა გვიახლოვდება, ახლა მძიმე კვირა იწყება უდიდესი დღესასწაული ჩვენთვის. და შემდეგ გადაცემა კონკრეტულად რაღაცას დაახლოებით უფრო მაგ თემებით შემოვიფარგლებით რაღაცა. ბევრ საინტერესო რაღაცებს განახებთ შემონახული გვაქვს თქვენთვის. კარგად გრძანდებოდეთ, შეხვედრამდე.